დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ამ სლოგანით დღეს სკოლა-ბაღმა ბალავარმა საქველმოქმედო აქცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში აღსაზრდელების ნამუშევრები გამოვიფინა, რის შეძენაც ნებისმიერ მსურველს შეძლო. შემოსული თანხა ბავშვთა ლეიკემიის ცენტრს გადაეცემა. საქველმოქმედო ღონისძიებას ქალაქის პირველი პირი დავით ჯიქიაც დაესწრო. ნახეთ მარიამ სოლოხაშვილის სიუჟეტი. დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ბალავარის აღსაზრდელები აქტუალური პრობლემის გარშემო გაერთიანდნენ. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა მოეწყო. შემოსული თანხა კი ბავშვთა ლეიკემიის ცენტრს გადაეცა. საქველმოქმედო აქციის პარალელურად ბალავარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპექტაკლი „სამი გოჭი“ სპეციალურად ბალავარის აღსაზრდელებისათვის დაიდგა. მოზარდებმა მთელი დღის განმავლობაში სპეციალურად საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოწყობილი ატრაქციონებით ისარგებლეს. დღესვე ჩემპიონატი ჩატარდა ჭადრაკსა და ველორბოლაში. ბაღის უფრო შგუფელებს კი ველოსიპედის მართვის დამადასტურებელი მოწმობები ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ სიმბოლურად გადასცა. ველორბოლაში მონაწილეობა დღეს ქალაქის მერმაც მიიღო. კარგი ესეთი ლამაზი აქცია რო ჩატარდა, საკმაოდ ვიმხიარულეთ და იმეც ვიტოვებ, რომ რაღაც შემოსავალი მოზრდილი ექნებათ, რომ რაც უფრო დიდი შემოწირულობა იქნება, მით უფრო მეტად დაეხმარებიან ბავშვებს. ღონისძიება მიძღვნილი იყო საერთაშორისო დღისადმი, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი და ძალიან გვინდოდა რომ ჩვენს აღსაზრდელებს ცოდნოდათ ის რომ გარდა იმისა რომ თქვათ ბევრი ბავშვი ძალიან კარგ პირობებში ცხოვრობს, ბევრი სათამაშო აქვს, კარგად იკვებებიან და ასე შემდეგ, არიან ბავშვები რომლებსაც ძალიან უჭირთ და განსაკუთრებით გვინდოდა დავხმარებოდით ამ ეტაპზე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს და გამოვიტანეთ ჩვენი აღსაზრდელების ნამუშევრები გასაყიდად, სხვადასხვა აქტივობები გვაქვს. დღევანდელი საქველმოქმედო აქციისთვის პედაგოგები და ბაღის პატარა აღსაზრდელები რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ. მათი ნამუშევრები კი დღეს სიმბოლურ ფასად გაიყიდა. საქველმოქმედო აქციას დადებითად აფასებენ მშობლები, მათი განმარტებით ბალავარი მსგავსი ტიპის აქტივობებით ყოველთვის გამორჩეულია. გამოფინა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ნამუშევრები, ეს არის აპლიკაციები, ნახატები, ხელნაკეთი ნივთები. გვინდა იცოდნენ ბავშვებმა, მით უმეტეს ასეთ აღზრდელობის დაწესებულებაში, როგორც ეს სკოლა-ბაღია, რომელიც არასდროს არ ყოფილა გულგრილი ასეთი ღონისძიებების მიმართ, რომ ბავშვები გარდა იმ აქტივობებისა, რომ არის ჭამა, სმა, გაზრდა და მეცადინეობა, მოუწევთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ყოველთვის იქნება გვერდით ვინმე, ვიღაც, ვისაც ჭირდება ჩვენი თანადგომა და დახმარება. ჩვენ გვაქვს საქველმოქმედო აქცია, ბავშვების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა არის, რითიც ვცდილობთ დავეხმაროთ და ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში. მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში ჩართულობა და მე ვთვლი რომ ბაღი ბალავარი ნამდვილად ერთ-ერთი ინიციატორია და ჩართულია ხოლმე ეს დღეს ღონისძიებებში ყოველთვის და ჩვენც ახლა დღეს შევიკრიბეთ რომ ბავშვების ნახატები შევიძინოთ და ერთგვარად დავეხმაროთ. სასიამოვნოა რომ პატარაობიდანვე ბავშვები ეჩვევიან აი ამ თვისებას, რომ დაეხმარონ ისეთებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება და მით უმეტეს ბავშვებს. ამიტომ დიდი მადლობლები ვართ ჩვენი ბაღის, სკოლა-ბაღი ბალავარი, როგორც ქვია, რომ ასეთ ღონისძიებას ჩაუყარა საფუძველი და ტარდება. საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.